ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება საქართველოში. საქართველოს მსოფლიო სპორტული არენის ცენტრში ექცევა ივლისში თბილისი ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ეს არა მხოლოდ დიდი გამარჯვებაა ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ისტორიული მომენტია, რომელიც ქართული სპორტის ახალი გვერდის გადაშლას ნიშნავს. ამ ყველაფრის ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ადამიანს, რომლებიც წელია ქართულ ფარიკაობის სხვა ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი და არაერთ გზის გამარჯვებულია საერთაშორისო არენაზე. სანდრო ბაზაძე იქნება ჩვენი სტუმარი, ჩაგვერთვება პირდაპირ და გაგვამცნობს მოვლენებს ამ თემებთან დაკავშირებით. სანდრო, მოგესალმებით. გამარჯობათ, მოგესალმებით, მადლობა მოწვევით. მადლობა თქვენს ასევე უმნიშვნელოვანესი მოვლენა ხდება საქართველოსთვის, თქვენთვის როგორც მოფარიკავისთვის, რაოდენ არის ეს მნიშვნელოვანი და საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც არის აი ამ სპორტით დაინტერესებული. ნამდვილად ისტორიული რამ არის ეს არა მარტო ჩემი სპორტისთვის, სრულიად საქართველოსთვის ძალიან დიდი წარმატებაა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ეწევა ჩვენ ქვეყანას, ჩვენ სპორტს შეუწყობს ხელს განვითარებაში, რა თქმა უნდა. უფრო მეტი პატარა და ახალგაზრდა სპორტსმენი გვეყოლება, დარწმუნებული ვარ ამ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. რაც შეეხება ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სახში ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი და მაქსიმალურად ვეცდები რომ მობილიზებული ვიყო, კარგ ფორმაში მივიდე და ის შედეგი დავაფიქსირო, რასაც ველოდები ჩემი თავი. სანდრო, თქვენ არაერთი ბარიერი გადალახეთ, არაერთი პრიზის და ჯილდოს მფლობელი ბრძანდებით. ბოლო პერიოდში ვიცით, რომ რაღაც პატარ-პატარა პრობლემებს წავაწყდით და ფსიქოლოგიურად ძალიან რთული იყო სპორტსმენისთვის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ არ იმსახურებდით, მაგრამ დღესდღეობით ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში ტარდება და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გახდებით გამარჯვებული და კიდევ უფრო მეტად გაქვთ мотиваცია ამ შეჯიბრის, ესე ვთქვათ. ნამდვილად, რა ვიცი, სპორტში დაზღვეული არ ხარ, არსებობს ძალიან ცუდი მოვლენებიც, ცუდი მსაჯებიც, ყველანაირი რამ შეიძლება შეგვდეს და თუ ძლიერად და მომზადებული არ ხარ ამ ყველაფრისთვის, ბევრი ადამიანი ანებებს თავს, მაგრამ საბედნიეროდ მე გადავახე ეს სირთულეები, პრობლემები, დღეს კიდევ ვარ აქტიურ სპორტში და დიდი რამ მელოდება წინ ჩვენს ქვეყანაში, ეს ნამდვილად სტრესული რამ არის, რთულია. ესე მარტივად შესახედი არ არის, კარგია რომ ჩვენ ქვეყანაში ტარდება, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები რომ კონცენტრირებული ვიყო, მზად შევხვდი ამ ყველაფერს და კიდევ ერთხელ ვიტყვი დავაფიქსირო ის შედეგი, რასაც ჩემი თავისგან ყოველთვის ველოდები. ტექნიკური მხარე უნდა იყოს აბსოლუტურად გამართული ახლა მსოფლიო ჩემპიონატისთვის და როგორ მიდის მზადება ამ კუთხითაც რო ვისაუბროთ, იმიტომ რომ უმნიშვნელოვანესია. კი, საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია ნამდვილად მაქსიმალურად არის შართული და მობილიზებული არის ორგანიზებაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დეტალი არის. ძალიან დიდი ორგანიზება ჭირდება, იმიტომ რომ დაახლოებით 4,000-5,000 ადამიანამდე ჩამოვა ამ მსოფლიო ჩემპიონატზე. ტურისტულადაც ძალიან კარგი რამ გაუკეთა ჩვენ ქვეყანაში ჩემი აზრით და სახელმწიფო ძალიან კარგად და მაგრად ვიქცევს გვერდში. ამის გარეშე ჩემი აზრით შეუძლებელი იყო ორგანიზება გაგვეწია ამ ხელა რანგის შეჯიბრისთვის. მადლობა მინდა გადაუხადო მან და კიდევ ერთი რაღაც მინდა დავამატო. ბიზნეს სექტორები უფრო თუ გამოიჩენენ თავს, ჩემი აზრით უფრო კარგი იქნება, იმიტომ რომ უნდა გაანალიზონ, რომ როდესაც მსგავსი რამ ტარდება, ეს მათთვისაც კარგი რამ არის, ჩემი აზრით და სოფლიო მასშტაბით გაიტანენ თავიანთ ბრენდებს. ჩემი აზრით ცოტა ყურადღებით უნდა მიუდგენ მსგავს საკითხებს. რაც შეეხება ორგანიზებას, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა დეტალში ვიყოთ მობილიზებული, ყურადღებით, რამე რო არ გამოგჩეს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ, კარგად ჩავატარებთ და ყველაფერი დარჩება მთელი მსოფლიო ჩემპიონატი. ისტორიული სპორტია, არაერთი მაგალითად დროის განმავლობაში ეს დამტკიცდა კიდევაც და ჩართულობა თავად თვითონ ეხლა ამ მსოფლიო ჩემპიონატის ვიცით რომ საოცარია, თქვენ ტურიზმიც ახსენეთ და ესეც აღსანიშნავია, იმიტომ რომ გაცვლა მოხდება ინფორმაციების, ასევე ახალგაზრდა თაობის, მათი ჩართულობა და დაინტერესება, იმიტომ რომ თითქოს წლების უკან მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ჩემპიონი გვყავს და ძალიან ცნობილი მინიმუმ 8 ადამიანია, ეხლა
ნაწილებს და გვარებს დეტალურად არ ჩამოვთვლი. ახალგაზრდობის მხრიდან დაინტერესება არც თუ ისე მაღალი იყო სტატისტიკის მიხედვით. აი ეხლა რა მდგომარეობაა და რატომ მაინდა-მაინც საქართველოში ჩატარდება აი ეს ჩემპიონატი? ვინ განაპირობა და რამ განაპირობა ეს ყველაფერი? კი, რა ვიცი, ფარიკაობა ნამდვილად ისტორიული სპორტია, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი და ძალიან დიდი სპორტსმენები ყავდა, ოლიმპიური ჩემპიონები, მედალისტები, მსოფლიო ჩემპიონები, ევროპის ჩემპიონები. დიდი ისტორია აქვს ამ სპორტს, მაგრამ რაღაცა პერიოდი ესე ვთქვათ მიიძინა სამწუხაროდ. რთული პერიოდი იყო, რთული იყო სპორტში, არა მარტო სპორტში, ყველაფერში რთული იყო რაღაც მიგექცია და საბედნიეროდ, რა ვიცი, მერაბ ბაზაძემ დააბრუნა ეს სპორტი, ესე ვთქვათ, და გამოაჩინა ისევ მსოფლიო სარბიელზე, მსოფლიო ჩემპიონები, ევროპის ჩემპიონები და ძალიან ბევრი წარმატებული სპორტსმენი აღზარდა მან და მე პირადად მადლიერი ვარ მისი, იმიტომ რომ არა ის არანაირი ფარიკაობა არ იქნებოდა დღეს. რაც შეეხება დაინტერესება, ძალიან ბევრი ბავშვები დადიან არა მარტო თბილისში, ბათუმშიც საკმაოდ კარგი სკოლა არის უკვე ქუთაისში, ზესტაფონში, აი უკვე მასშტაბურად ედება ეს სპორტი მთელ ქვეყანას და ძალიან მახარებს რომ რაღაცა წვილი მეც მიმიძღვის ამ ყველაფერში და ცნობილი ხდება ეს სპორტი და ძალიან ბედნიერი ვარ ერთი ბავშვის რომ რაღაცა ჩემი ყურებით გაიზარდოს და რაღაცა мотиваცია მივცე, ჩემთვის ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი არ არის. ვცდილობ რომ კიდე მეტი შედეგი მივაღწიო და რაღაცა აი ესე ვიტყვი არანორმალურად დიდი რამე შევქმნა ამ სპორტში, რომ ძალიან დიდი იყოს დაინტერესება. ჩემი მთავარი მიზანი არის რომ ფარიკაობა გახდეს ერთ-ერთი წარმატებული სპორტი საქართველოში და ვეცდები რომ ამ მიზანს მივაღწიო. სანდრო, ის რომ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში პირველად ტარდება, ეს ძალიან სასიხარულო არის ნამდვილად და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევამ ერთი-ორად გაზარდოს დაინტერესება ამ სპორტის მიმართ. შენ ახალ თაობაზე საუბრობდი და მაინტერესებს რა სეტყოდი ახალბედა მოფარიკავებს. რა სტიმულს მისცემდი, რას ურჩევდი და რას უნდა გაუძლონ და რა შრომა ჭირდებათ იმისთვის, რომ შენს ტიტულებამდე მოვიდნენ? დარწმუნებული ვარ და ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ ორმაგად გაიზრდება და სამაგად დაინტერესება ჩვენ სპორტში, იმიტომ რომ მსოფლიო ჩემპიონატი, აი, იმდენად ლამაზი და იმდენად ისეთი მიმზიდველი სპორტია, რომ ბევრად დაინტერესდებიან ჩემი აზრით მშობლები და უფრო მეტ ბავშვს მოიყვანენ ამ სპორტში. პატარა მოფარიკავებს ურჩევდი, რომ იყვნენ მონდომებული და ისახონ მიზანი ცხოვრებაში, დაკავდნენ სპორტით, ეს არის ფარიკაობა, ფეხბურთი, ძიუდო, არა აქვს მნიშვნელობა. მაქსიმალურად დაკავდნენ სპორტით, იყვნენ ჯანსაღად და იცხოვრონ ჯანსაღად. თავარი არის ჩემთვის ეს, რომ იყოს ჯანსაღი და კარგი მომავალი თაობა და სპორტი არის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე დიდი წამალი ამ ყველაფრის ჩემი აზრით. ძალიან დიდი მადლობა. სანდრო სინქრონულად წარმატებას გისურვებთ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატზე და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ არაერთის ჩემპიონი იქნებით კიდევ ბევრი წელი. კი ბატონო, დიდი მადლობა, წარმატებები თქვენ. დღე იქნება დარწმუნებული ვარ.